თბილისის იერსახის დამცველების შემდეგ პანორამა თბილისის ახლა უკვე თბილისის მერია დაუპირისპირდა. მერიამ უარი თქვა ამ ძვირადღირებული პროექტის განხორციელებაზე და მის ავტორებს 3 ალტერნატიული სხვა ადგილის შესთავაზა. თუმცა მშენებლობის დაწყება წელიწად ნახევარში იგეგმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა შეიძლება დღეს არსებული რეალობა შეცვალოს. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. პანორამა თბილისი მთაწმინდის ტერიტორიაზე აღარ განხორციელდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერია მიიღო. არგუმენტი ასეთია: განაშენიანების რეგულირების გეგმა დასაბუთებული არ არის. არ ჩატარებულა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც. Განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილი დავიცვათ ასეთი მასშტაბური მშენებლობებისგან და ის დაუშვათ ყოველდღიურად იმ შემთხვევაში, როდესაც მისი განხორციელების აუცილებლობა დასაბუთებულია. მერიამ თანაინვესტირების ფონდს პროექტის განსახორციელებლად 3 ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. ეგრეთ წოდებული არსენალის მთის ფერდობი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და 80 ჰექტარის ფართობი, რომელიც რკინიგზის გადატანის შემდეგ გამოთავისუფლდება. მერიაში ფიქრობენ, რომ კომპრომისზე წავიდნენ. გამონაკლისი კი ინვესტიციების მოზიდვის გამო დაუშვეს. სარეკრეაციო ფუნქციით განვითარებადი დღეს აქტიური ნაწილია. და თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიების განვითარება ამ მიმართულებით. მერის გადაწყვეტილებას უპასუხა თანაინვესტირების ფონდმა. ის რომ აქ არა და ეხლა თქვენ დავალებას გაძლევთ, რომ აი ამ ორ მდებარეობას განეხილოთ, ასე არ დგას საკითხი. არც იმ დოკუმენტში, რაც ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ და პრინციპში მე მგონი განცხადებაშიც არ არის ეს აზრი. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვიხსენე. მერიის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ მთავრობას ალტერნატიული გეგმა აქვს. ორი თვე რაღაც მოვითმენთ და შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო არის თბილისისთვის, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მერიის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ ხელოვნებათმცოდნეები. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისტორიულ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსების აშენება კულტურულ მემკვიდრეობას დააზიანებს. თამარა მაშუკელი მიიჩნევს, რომ პანორამა თბილისის მთაწმინდის ტერიტორიაზე განხორციელება ქალაქში გადაადგილების პრობლემასაც შექმნის. ქალაქები არ ვითარდება ძველის ნგრევის ხარჯზე. ქალაქი პოულობს ახალ ადგილს და იწყებს ახალი ქალაქის მშენებლობა, სადაც არქიტექტორები არიან ძალიან გახსნილები, თავისუფლები და მთელი ფანტაზიის საშუალებაა. პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გუშინ იკომოსმაც დააფიქსირა და თქვა, რომ პროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება. იკომოსის დასკვნას დღეს ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა. ეს რეაქცია საერთოდ ეს რაღაცა აბსოლუტურად არაბუნებრივი უარყოფითი რეაქციების პირდაპირ ვამბობ კასკადი არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. პანორამა თბილისი ქალაქის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსებისა და დაკიდული ბაღების განთავსებას ითვალისწინებს. თანაინვესტირების ფონდი 600 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას წელიწად ნახევარში ვარაუდობდა.